ministri ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის შეხვდა. ლევან იზორიამ დიპლომატს უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი გააცნო. მინისტრის განცხადებით, რეფორმით დაზოგილი 32 მილიონი ლარი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება. ჩვენ მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან. ელჩს გაუზიარეთ ინფორმაცია მიმდინარე რეფორმების შესახებ. მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად მიმდინარეობს რეფორმების პროცესი თავდაცვის სამინისტროში. კერძოდ, უკვე 6 თვის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად რეორგანიზაციის პროცესი და ოპტიმიზაციის პროცესი დასრულებულია. ჩვენ ამ რეფორმებით 32 მილიონი დავზოგეთ იმისთვის, რომ ეს თანხები იყოს მიმართული ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებისკენ. და მნიშვნელოვანწილად გავაუმჯობესებთ უკვე წელს ჩვენს ინფრასტრუქტურას, გვექნება მეტი წვრთნები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც ერთად გეგმავთ ამ წლიდან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებას, კერძოდ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის იმპლემენტაციას, ასე რომ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, მომავალი წლებიც იქნება ძალიან წარმატებული ამ რეფორმების განხორციელების კუთხით. დაინტერესებულები ვართ საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესით, რადგან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დროულად დაწყება გსურს. ასევე კმაყოფილები ვართ თავდაცვის მინისტრის მიერ უწყებაში გატარებული რეფორმების ტემპით.